სურვილია, რადგან სამყარო ოდითგანვე პანჩურებს გვირთხავს. ჩემს ხალხს თაობების განმავლობაში ემუქრებოდნენ ომებით, ვულკანებით და კვერცხებისთვის საშიში ტრიკოებით. მაგრამ ამ ყველაფერს ერთი შეუჩერებელი ძალის წყალობით გადავურჩით. ოჯახის. ეს ჩემი სიცილიელი წინაპრების ფოტოებია. ყურადღება მიაქციეთ მანის კალკოების საფირმო გარეგნობას, მოხრილი მხრები და დაღლილი ძუგნის გამომეტყველება, თითქოს გაწოფებული კარამელის ჯოხებია. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ამ ამახკუზიან კაცებს მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ: გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ მათ შვილებს მათზე უკეთესი ცხოვრება ჰქონოდათ. მამაჩემისთვის ეს თავისი საყვარელი სიცილიიდან ჩიკაგოში წასვლას ნიშნავდა, რათა მას და დედას ჩემთვის ის შესაძლებლობები მოეცათ, რომლებიც თვითონ არასდროს ჰქონიათ. მაგალითად, თოვლის ამოთხრის, ულამაზესი მალეტის გაზრდის და გამოსაშვებ საღამოზე კაზინოს ბოსივით წასვლის შესაძლებლობა. სიცილიის დაპყრობა. როცა ვიზრდებოდი, მამა თავს არ ზოგავდა, რომ ჩემთვის ესწავლებინა როგორ უნდა იქცეოდეს კაცი. მაგალითად, თუ გვიძავს, უნდა მუშაობდე. ხომ არ გაწვევით მესის მარინელი? უფრო მაგრად. საქმე კარგად აკეთე შვილო, ფულ საათებში კი არა, კორენსაში გიხდი. კაპიშ? იკინიანი კაცი მამაჩებია. უკვე ვახსენე, რომ თავისი სალონი აქვს. ეს კაცი წარმოშობით სიცილიელი სტილისტების ოჯახიდანაა. არ გაბედოთ და დალაქი არ დაუძახოთ. ის თმას არ ჭრის. ის სტილს ქმნის. სალვო, ულამაზესია. ხედავ, ხომ გითხარი? ყრიმალები გაქვს მეთქი. უბრალოდ მიქელანჯელოს უნდა გამოეძერთა. ბავშვების შრომის კანონი ნამდვილად ირღვეოდა, მაგრამ თუ ამას კარგი მხრიდან შევხედავთ, ჩუბაკას ყველაზე რეალისტური კოსტუმი მქონდა ჰელოუინის ისტორიაში. მან მასწავლა, რომ ფული ყოველთვის უნდა დავზოგო. თუ არ შეჭამ, დესერტს ვერ მიიღებ. თუ ბოლომდე არ შეჭამ, შენი დაბადების დღის ფულს თავად გადაიხდი. და უფრო გამჭრიახი ვიყო. შენ გინდოდა რომ სკეიტბორდი მეყიდა? ჩემი ხელით გაგიგეთე. მომავალ წელს იმ ნინტენდოსაც აგიწყობ. მხოლოდ ერთი გამონაკლისი იყო, ოდეკოლონი. არასდროს იძუნწო შენს საფირმო სურნელზე. დაძინების წინ ჩვენს სახლში ლას-ვეგასის უბერის სუნი იდგა. მამა მხოლოდ ერთხელ ნახე გაღიმებული, როცა დედასთვის წიწილების ცეკვა ვიცეკვეთ. ჩემთვის ეს კაცი ღმერთი იყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ გავიზარდე და ჩემგან სრულიად განსხვავებული ადამიანი არ შემიყვარდა. მას ელი ერქვა. შეხედეთ ამ გოგოს. სტილი, პოზიტიურობა, პიროვნულობა. დიახ, ის ჩემი ოცნების ქალი იყო. სებასტიან! ბოდიში რომ დავაგვიანე, იმ ტიპმა პარკინგში $15 მომთხოვა და აქედან 9 კვარტალში გავაჩერე. მოიცადე ასე შორს თუ გააჩერე, მშრალი რატომ ხარ? ფოსტას რომ ამოწმებ, მაშინაც უფლიანდები. ფენდია ძვირფასო, ყველაფერს იწევს. გინდა? ო, მინდა. ყველა მეუბნებოდა გახსნაზე მოდური საჭმელი გჭირდებაო. მაგრამ მაჩვენე თუნდაც ერთი ადამიანი, ვისაც ჰოთ-დოგი არ უყვარს. და წარმოიდგინეთ, ის მხატვარია. ბავშვობაში ხატვა ჩემი ჰობიც კი ვერ იქნებოდა. აბა გამოფენა როგორ მიდის? ძალიან კარგად. ყველა ნახატი 15 წუთში გაიყიდა. ძალიან მაგარია, პატარავ. არა, უმრავლესობა ერთმა მსხვილმა დეკორატორმა იყიდა, მაგრამ მთელ მსოფლიოში ყავს კლიენტები, ასე რომ არ წუწუნებ. არც უნდა იწუწუნო, რადგან ყველაფერი იმას გავს. ხომ იცი? ვაგინას? იცი რა, თუ ჰორიზონტალურად დაკიდებ, ცოტათი მზის ჩასვლას დაემსგავსება. შეხედე? მართალია. ჰა. მან შეხვედრის პირველივე დღიდან 1000 ახალ გამოცდილებას მაზიარა. მაგალითად, წაძინებას. უცნაურია. ფარდებიდან მზე შემოდის. და თავლის მოვლის პროცედურებს. გამარჯობა სიმპათიურო. რა ლამაზი ხარ? მოიცა გაბრაზებული ხარ? ხო, რადგან ავოკადოს ნიღბის აღმოსაჩენად 42 წელი დამჭირდა. და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლა, ღიმილი. კარგი. არაბუნებრივია. ხო, დიდად ბუნებრივი არ არის, მაგრამ იცი რა, სახის კუნთების დამუშავება გჭირდება. უნდა ივარჯიშო, შეხედე? ახლა სცადე? სცადე. ძალიან კარგია.
ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. არა პატარა. ელისთან ცხოვრება იდეალური იყო. I don't think I could participate in this. It's ridiculous. You promised. Oh, come on. A public wedding proposal? It's embarrassing. I think it's sweet. When I propose to you, it's going to be intimate. Just you and me, the way it should be. No one else. Used to be if I propose. You just said when I propose. Okay, babe, I'm aggravated. Words are just flying out of my mouth. Well, just so you know, the only way I will say yes is if there is some element of public humiliation involved. Oh, Get ready. Well, you might as well just end the relationship right now because we ain't doing that. Oh, we're not. I'm not doing But this. you're Look such a at good these people. dancer. Ellie, I kind of need your help right now. Right, dude? We are in! The truth. სინამდვილეში ელისთვის ხელისთხოვნა გადაწყვეტილი მქონდა. Marry me. I უბრალოდ სწორი დრო და სწორი ადგილი მჭირდებოდა. time. ხედავ მეგობარო, ხედავ. გაიგე? აიღე. გმადლობ. სებასტიან, გაისეირნე. I'm on the phone with my ჩემს მშობლებს ველაპარაკები. They're inviting მითხრეს, რომ us. საზაფხულოს სახლში გვეპატიჟებიან Big 4th of July week. 4 ივლისის უქმეებისთვის. რას ამბობ პატარავ? ჩვენ? ჩვენ მეგონა ეგ უქმეები მხოლოდ ოჯახისთვის იყო. იცი შუაზე ვიხლიჩები. თან მომწონს ეს იდეა. თან მგონია რომ მაგარ შარში გხვევ. ზუსტად არ ვიცი. საყვარელო აღარ იტყვი რას აპირებთ? Yes. ხო, ხო. Asking him right now. ახლა ვეკითხები, ერთი წუთით მოიცადე. რას ფიქრობ? ჰა, He's ტრემლები მოადგა. It's a yes. ეს ნიშნავს რომ თანახმაა. მიყვარხარ. I'm gonna get you to ცხვირსახოც მოგიტან. ძალიან მიყვარხარ, ძალიან. So yeah, ხო, I'm a big cry. მაგარი მტირალა ვარ. I love to just. მიყვარს როცა საკუთარ წრევნებში ვიხჭობი. But this was. მაგრამ ეს დიდი მოვლენა იყო. Ellie's. ელის საზაფხულო სახლი იდეალურ ადგილად მიმოჩნდა, ხელის სათხოვნელად. It also. ამის გარდა ეს ნიშნავდა, რომ ჩემი მიღება დაიწყეს. me, which was. რაც საოცრება იყო, რადგან How do I? როგორ თქვა ზუსტად, ეს ხალხი ძალიან დახვეწილია. ass. I mean. შეხედეთ ამ ადამიანების იდეალურ პოზას და მათ იდეალურ კბილებს. Perfect teeth. მათი ძაღლიც კი ჩემზე უკეთეს სკოლაში დადიოდა. I did. I was. ცოტას მაშინებდნენ, რაც უაზრობა იყო, რადგან ისინიც ემიგრანტები It იყვნენ. was also an immigrant story. For some გაურკვეველი მიზეზით მათი ამბავი უფრო პატივსაცემი იყო, respectable რადგან 400 წლის წინ დაიწყო. 100 years ago. Now, ეს ელის მეათე თაობის დიდი ბაბუის, უილიამ ლავ კოლინზის პორტრეტია. Love Collins. ამ კაცმა თავისი ოჯახი ამერიკისკენ მიმავალ პატარა გემში ჩასვა, რომელსაც მეიფლაუერი ერქვა. You got it. გამოიცანით, ზუსტად ისაა. So while მოკლედ, ჩემები აქ ამერიკული ოცნების დევნაში ჩამოვიდნენ. კოლინზები კი თვითონ წარმოადგენდნენ ამერიკულ ოცნებას. ელის მამის, უილიამ ლავ კოლინზ მე-12-ის ჩათვლით. the 12th. Only Italian. ჩემთვის ნაცნობი ერთადერთი იტალიელები, რომელთა სახელებსაც თანდრომაული ციფრები ერთვის, რომის პაპები და როკი ბალბოა იყვნენ. Her dad. ელის მამა კოლინზ ჰოტელ გრუპის მდიდრული სასტუმროების მმართველი და გენერალური დირექტორია. ეს ცოტა უხერხულია, რადგან მე ერთ ძალიან მაგარ ბუდიკ სასტუმროს ვმართავ, რომელიც ჩიკაგოს ბევრ ბიზნესს აზარალებს. და რა არის აქ მთავარი? ის რომ მისი პატარა გოგო მტერს ხვდება. მაგრამ ბილი საშიში მამა არ არის. Parent. That I ეგ პატივი ელის დედას ეკუთვნის, Who's that? რომლის ნამდვილი სახელიც ტაიგერ მაკარტურია. MacArthur. Background. აი ისევ ჩემს წარსულს უდევს. ანა ძვირფასო შენ ჩემზე არაფერი იცი. ამ ფისოს დიდი ბრჭყალები აქვს. სუროს ლიგის კურსს დამთავრებული, რომელიც მერილენდის სენატორად იქცა. დიდხანს ვერ ეგუებოდა აზრს, რომ მისი საყვარელი ქალიშვილი მუშათა კლასის წარმომადგენელს ვიღაც სასტუმროს მენეჯერს ხვდებოდა. ანტიიმიგრანტი როგორ ვიქნები, როცა ჩემი ქალიშვილი იმიგრანტის შვილს ხვდება? But this. მაგრამ ეს მიპატიჟება ნიშნავდა, რომ თანდათან გზას ვიკვალავდი. სადღესასწაულო უქმეები ამ გახამებულ ტანსაცმლიანი ხალხის მოთაფლის შანსს მაძლევდა. და თუ ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, მათი ქალიშვილის ხელს ვითხოვდი. Father's hand in marriage. So. მოკლედ,
მყავდა გოგო, რომლის ცოლად მოყვანაც მინდოდა და მქონდა იდეალური ადგილი ხელის სათხოვნელად. ახლა მხოლოდ ბეჭედი მჭირდებოდა, რაც დიდი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო. კარგი რა, რას ნიშნავს ბეჭედს არ მომცემ? ბებიამ მე დამიტოვა, რომ ჩემი ცოლისთვის მიმეცა. ბებია შენმა მე მომცა რომ კარგად შემენახა და ვიღაც კახბისთვის არ მიგეცა. აი ეს უნდა და ბებია შენს. არ გინდა რომ ბაღიდან გამოხვიდე და ნორმალურად ვისაუბროთ? დაბრუნდნენ. ისევ დაბრუნდნენ. ჩემს ყაბაყებს შეესივნენ. ხაბაყები დაიკიდე მამა. ბეჭედს არ მომცემ. ამა შეხედე. იცი რა? მაგოგოზე ვერაფერს გეტყვი. მართლა გეუბნები. დარწმუნებული არ ვარ. შენ საწყობ ფეხებს ჟურნალების მაგიდაზე. ო, მაგიდა ჩემია და ფეხებიც. შენი აზრით ეს რა არის? ასე რა აფუჭებს? ვირთხები თუ ენოტები? ჭიანჭველები არ არიან. ჭიანჭველები? რა სისულელია, დამცინი? ნახოთ. ო, მივხვდი. ეს ოპოსუმია. ოპოსუმი. ლორჩა ვერ გადამირჩება. კარგი რა, დაივიწყე. დღეს ვეგავაქრობ, მოგლავ. ხაფანგი დაუდე. ო, ხაფანგს დაუდებ. ჯობია ანტიფრიზი მოვიტანო. ბავშვობაში მეგონა რომ რასაც მამა აკეთებდა ნორმალური იყო. თუ ლობიოს რამდენიმე პარკუჭი დაიკარგებოდა, მეორე დილით მთელი ბაღი მოწამლული ციყვებით, ჭიტებითა და თახვებით ხვდებოდა სავსე. ყველა არსება, რომელიც კონკიას ოდესმე ჩაცმაში დახმარებია, ჩვენს უკანა ეზოში ეყარა. კარგი რა, მამა. რატომ არ აღიარებ, რომ ელი ვიღაც კახვა არ არის? მე ის მიყვარს, შენც გიყვარს. ბეჭედი მომეცი, რომ ხელი ვთხოვო. მართლა სერიოზულად გადაწყვიტე? ო, მამა, ზუსტად ის ერთადერთია. ერთადერთი? ხო, კარგი შვილო. იცი რას ვიზამ? ბეჭედს მოგცემ. გმადლობ. მაგრამ ჯერ მისი ოჯახი უნდა გავიცნო. რატომ? რატომ? აი ამიტომ. ეს რა ჯანდაბას ნიშნავს? შენს ფესვებს პატივს არ სცემ. რას მეკითხები? ხილი არ უნდა ჭამო თუ არ იცი რომ ჯანსაღი ხიდანაა. ტრადიციის თანახმად მის მშობლებს თვალებში უნდა ჩავხედო. თვალებში უნდა ჩავხედო და შევმოწმო. ლპობა ხომ არ დაწყებულა? შეიძლება დაწყებულის იყოს. რა, მაგ ოჯახში ლპობას ვერ იპოვი მამა, ისინი დახვეწილები არიან, დახვეწილი ხალხია. რა იცი, ხალხს ვერაფერს გაუგებ. ყველაზე დახვეწილები, ყველაზე ბინძურები არიან. ვერ გაიგებ რა ხდება. განაც შორს ცხოვრობენ. მოდი ფეისტაიმით დაგარეკინებ და პატარა გამოცდას მოუწყობ, კარგი? ფეისტაიმი არ მინდა. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ფეისტაიმი. ზუმი. შენ რა გიჟი ხარ? არა, სხვა რამე ესაჭირო. ნუ ბრაზობ, მამა. შემდეგ კვირას ვაპირებ ხელისთხოვნას მათ სახლში. ქალაქ გარეთ. მათ სახლში მოიცა, გაჩერდი. ეს პირველი ზაფხულია, მას შემდეგ რაც დედა შენი დავკარგეთ და 4 ივლისს მარტო დამტოვებ? ხო, მისმა ოჯახმა საზაფხულო სახლში დამპატიჟა. საზაფხულო სახლში. ხალხის უმრავლესობას ერთი სახლი აქვს, მათი სეზონურად აქვთ? კარგი რა, მამა, დავუშვათ ჩვენზე მეტი ფული აქვთ. მერე რა, თან ახლა უქმეებია. ესე იგი უქმეებია. 50 წლის წინ ჩამოვედი ამ ქვეყანაში, რომ უკეთესი ცხოვრება გქონოდა. 50 წლის წინ სიცილიაში გაზატარებელ ყველა უქმეზე ვთქვი უარი. შენ გამო ამერიკის არმიაში ჩავეზერე, რომ შენი თავისუფლებები დამეცვა. და პასუხად რა მივიღე? 4 ივლისის სხვა ოჯახთან ერთად უნდა აღნიშნო. და მე მარტო დამტოვამ შუშხონების გასაშვებად. ფოტოების საჭმელად მარტო, გმადლობ, ძალიან მაგარია. È venuto con una faccia di puttana a dire questa cosa a me. È proprio spacciato. მოიცა, ესე იგი არ მოდიხარ? მამას მარტო ვერ დავტოვებ. 4 ივლისი მისი საყვარელი დღეა. იმიტომ რომ ყოფილი სამხედროა? არა, ეს ერთადერთი დღესასწაულია, როცა საჩუქარს არ ყიდულობ. ბოდი შიელი. სხვა დროს წავიდეთ. იქნებ მამა შენიც წავიყვანოთ. რა, წავიყვანოთ? თუ 4 ივლისი უყვარს, ჩვენ სახლში ყოფნა მოეწონება. 1000 ოჯახური გასართობია. ფოიერვერკი, თევზის საღამოც კი ეწყობა. ტონობით თევზი იწვება. თევზის დამუშავება უყვარს. იდეალურია. მამა ჩემს ახალ ოჯახს ახლოს გაიცნობს. თან ზუსტად მაშინ, როცა ელის მშობლებისთვის თავის მოწონება მინდა. ჩვენიერი აზრია. არა მგონია, აჯობებს აქ დავჭე. კარგი რა. მითხარი. არ გინდა ჩვენი ოჯახები დაახლოვდნენ. როგორ არ მინდა? ხმა რატომ შეგიცვალა? რა ხდება? შენ რა? მამა შენის გამო ნერვიულობ? ვნერვიულობ? არა. ხო, კარგი, ნუ წამოიყვან. ნუ წამოხვალ. და ნუ გაერთობი. არა უშავს. მორჩა. კარგი. შეიძლებოდა მართლა მეშინოდა რომ კალაგარეთ კლუბის მსგავს გარემოში მამა წამეყვანა. სადაც ნახავდა რომ ჩოგბურთს თამაშობ, გოლფის მანქანით დავდივარ და შუა დღისას მძინავს. მაგრამ ვიცოდი რომ ის ბებერი ნაბიჯვარი ბეჭედს არ მაღირსებდა სანამ იმ ხალხს პირადად არ გაიცნობდა. კარგი. გაიმარჯვე. კითხავ.
იცოდე ჯერ ნუ გაიხარებ, კარგი? ტრადიციებზე გიждდება. მე ეჭვება რომ დამთანხმდეს. მაგის დედაც. მოვდივარ, აბა რა. მოიცა, სერიოზულად. რა თქმა უნდა მოვდივარ. აბა რა გირჩევნია? მე და შენ უხნები მარტომ გავატაროთ, შუშხნებით ხელში და ჰოდოგების ჭამაში. ო, მოვდივარ. ჩემთანაც ეგ მაგალითი გამოიყენე რომ შეგერცხუნე და არ წავსულიყავი. აბა რა გითხრა, ლაპარაკი მეხერხება, ხომ მიცნობ? კარგი, მისმინე მამა, თუ წავალთ წესიერად უნდა მოიქცე. რაც ნიშნავს წესიერად უნდა მოვიქცე? კლასიკური ოჯახია, ისინი კონსერვატორები არიან და არ არიან მიჩვეული. მოიცა. ანუ შენ, შვილი, მკარნახობ, მე, მამას როგორ უნდა მოვიქცე? გაიგონეთ? გახსოვდეს, შენი მიზანია ის ოჯახი გაიცნო და მერე ბეჭედი მომცე, რომელიც ყელი ვთხოვა. მათი მდიდრული ჟურნალების მაგიდის შეფასება არ გევალება. შეყოფა, ჟურნალების მაგიდა რამდენად მდიდრული უნდა იყოს? კარგი რა. მაინც რამდენად? არ ვიცი, მამა. გეხუმრე, კარგი რა. იუმორის გრძნობა არ გაქვს? უბრალოდ ცოტა მოუკელი. რას მოუკელი, რას? ეს რას ნიშნავს? ამა შეხედეთ. ამას მოუკელი, იმას მოუკელი. იცით სინამდვილეში რა ანერვიულებს ეშინია რომ ისი იმიგრანტი მამამ დაბიო წარმოაჩენს. შენ არ გახსოვს რადგან მამა შენი ვარ, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ მომხიბვლელი ვარ. დიახასია, არა ქალბატონებო. აბა რა. და ის მდიდარი ხალხი ერთი სიტყვით მახასიათებს. მახსოვს. ხმაურიანი, უხასიათო, ოდეკოლონით აკუთებული. არა, გასაოცარი. ის გასაოცარია, განსხვავებული. ეს ყველაფერი უკვე მსმენია. სულ ეგნესთვის. ვირდები ელის მშობლები ძალიან მოვეწონები. შენი არ ვიცი, მაგრამ მე ნამდვილად მოვეწონები. ქალბატონებო, ვარცხნილობა ხუჩაბაც გაიკეთეთ, რადგან მანის კალკოს კაცები დასასრულებლად გვიდიან. ნერვიულობს. ეს ბიჭი ნერვიულობს. მე კი არა. რასაკეთებ, აქ მოწევა არ შეიძლება. რატომ გარეთ ვარ? თვითმფრინავის გვერდით. ბოდიში. არა უშავს. რა სისრელია? აბა სად მოვწიო? კარგი ამბავი მაქვს. ლუქს კლასის სედანი დავიქირავე კომპაქტის ფასად. კარგია, მაგრამ საინტერესოა კომპაქტს რამდენად შევიდი. მე კომპაქტის საფასურის სასტუმროს ანგარიშზე ჩავწერე. კარგია არა? ხოჭახ. საყვარელო ჩვენი ჩანთები. იქამდე რამდენი საათი დაგჭირდება? ალბათ 3. აბა ტრანსპორტი ხომ არ გჭირდებათ? ღმერთო, ლაკი. არა. ეს ვინ არის ყოფილი? უარესი. ძმა, ფილმი გახმოვანებულია აჯარანეთ ბეთის მიერ. საყვარელო. ელის მშობლებთან გარკვეული პროგრესი მქონდა, მაგრამ მის უფროს ძმასთან ჯერ ვერაფერს მივახციე. მას უილიამ ლავ კოლინზი მეცამეტე ჰქვია, ამიტომ ყველა ლაკის იღბლიანს ეძახის. მისთვის ეს იდეალური სახელია. აბა რა, პრინსტონი ჯერ კიდევ მაშინ დაამთავრა, როცა კოლეჯში ქრთამით შეიძლებოდა შვილის მოწყობა. ახლა სასტუმროების ქსელის სამართავად ემზადებოდა, მანამდე კი კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობდა. ბატონებო, ვინ არის მზად გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე სანადიროდ, ხუმრობ, მაგრამ თუ გინდათ რამეს მოვიფიქრებთ. გინდათ? როგორ ხართ, გამარჯობა. ის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისა და მდიდარი კლიენტების ათასნაირი ჰობით გართობის ოსტატი იყო, მაგალითად თხილამურებით. სნოუბორდი ბანძია. იახტებით. ქალაქგარეთ კლუბების ყველა სპორტით. როგორც ჩანს, ფეხსაცმელი უნდა გამოვიცვალო, რადგან საცეკვაო მოედანზე ვარ. მაგრამ ჩემი აზრით მისი მთავარი ნიჭი ნაბიჯრობა იყო. აი ისიც. როგორც ხედავ, ისევ ამ სულელ ბიჭში მაv. ლაკი. ხუმრობს იბას. Como estás? შენგენ რა ხდება, ლაკი? ბევრი არაფერი, თქვენ ალბათ სებასტიანის ძმა ხართ. გამარჯობა, არა, მამამისი ვარ, სალვო, როგორ ხარ? არ არსებობს. სერიოზულად, 40 წლის ზემოთ ვერავის ასაკს ვერ ხვდები. მოდი უფასო ნიმუშებს მოგცემთ, ბიჭებო. კაცების ანტიასაკობრივი კრემის ინვესტორ ანგელოზი ვარ. და რა თქმა უნდა, კლიენტიც. ოცნაური ბიჭია. აბა მზად ხართ? წავიდეთ. ვერთ ბრანში ჩავსხდეთ. მგონი არც ისე კარგი აზრია. ხო, უფასო მანქანა გველოდება. ბიჭებო, გთხოვთ, წამოდით. დამიჯერეთ 20 წუთში იქ ვიქნებით. თან საოცარი ხედებია. აბა, მოდი ხართ? გთხოვთ, გავერთობით. ლაკი, შეგიძლია აფრინდე. გასაგებია, როჯერ. ამ ტიპს როჯერი ჰქვია. ძალიან სექსუალური ცოლი ყავს. ხალხო, თუ მარცხნივ გაიხედავთ თუ ლამაზეს მდინარე როუნოქს დაინახავთ. საყვარელო შეხედე? სალვო, კარგია არა? კი, ლამაზია. ვიეტნამი გამახსენდა. რა? კარგად ვარ, კარგად, არაფერია. კარგი.
მაგარია. ბოდიში ყველაფერი კარგადაა ვაკონტროლებ. ძალიან ბევრი ჯინი დავლია. ხუმრობს. გეხუმრებათ. ო, აბარა. ვენტილაცია არ მუშაობს. არა, როგორ არა მუშაობს? ისუნთხე. ცოტაც მოიწმინე. გონი ცხელა არა, მამა? ო, შვილო, მგონი მართლა პრობლემა გვაქვს. პრობლემა. რა? ღმერთო, საყვარელო. სულდად ვარ, ვერ ვსუნთქავ. ლიმონი ჩაგვიჭე, გულისრევას უშველის. მთლიან ლიმონს პირში ვერ ჩავიდებ, არ შემიძლია, მომაშორე. არ ნერვიულო, გაგიჭრი. მოიცა დანა მაქვს. დანა აქვს. დანა აქვს. ლიმონს გიჭრი. აი ესე, დავამართვი. ერთი წუთით. მოწუწნე საყვარელო. მიდი, მოწუწნე. მოწუწნე. ყოველ შაბათს ასე ვარ. უბრალოდ მოწუწნე. ხო, ჩემს ჩიჩი არ აღებინო. ცხვირით შეისუნთქე და პირით ამოისუნთქე. ეგ უარესია. კვერცხები დაიზილე. მიდი. მოწუწნე. მოწუწნე. მიდი. მგონი უნდა მოვბრუნდეთ. ღმერთო, 19 წუთი დარჩა, 19 წუთი ვერ გაკაჩავ. ხარს, პანჯრები გააღეთ, მოვკვდები, კონდიციონერი ჩართეთ, ასე მშვიდად როგორ ხარ, მე აქ ვკვდები. როჯერ ვბრუნდებით, დასვი. კარგი, მოდი დავსხდე, დასვი. ვიცოდი რომ ძალით უნდა გამეშვა ჯარში. ო, იცინეთ. ბედნიერი ვარ რომ მიწაზე დავეშვი. Okay. აბა ბატონებო, Welcome to. ეთილი იყოს თქვენი ფეხი White-Oak-ში. ოჰო, მოგწონთ? ო, Okay, so. მოკლედ ეს გოლფის მინდორია. And then the. იქით ჩოგბურთის კორტებია. საყვარელო, იქით გაიხედე? Oh, baby, look, right there. გაიხედე. Childhood fort. ის ჩემი ბავშვობის სპორტია. როცა ოჯახისგან დამალვა მინდოდა, აქ მოვდიოდი ხოლმე. ნედავმეც მქონოდა ასეთი. შეხედეთ. ღმერთო, ეს სერჟანტი ბუმბულა და მისი ოჯახია. რა ხდება? რა საკეთებ? ღმერთო, ეს უსაფრთხოა? ჩემო პატარებო. ო არა, ეს ხალი გიჯია, რა საკეთებ? Be careful. ცოტა ფრთხილად. ელი მანქანაში ჩაჯექი, იცოდე ცოცხლად შეგჭამენ. დასაყვარლები არიან არა? აბარა, ძალიან ლამაზები არიან. ისე ფარჩევანგი რა ღირს. არ უპასუხო. I didn't know that. არ ვიცოდი რომ ვირჯინიაში ფარჩევანგები ყავდათ. Well, my grandpa. ბაბუამ ჩამოიყვანა 2 წელი აწლეულების წინ. ძალები არ მოეწონათ, ამიტომ ტყეში გაუშვა. მას შემდეგ ჩვენი კლუბის ოფიციალურ დილისმებად იქცნენ. Well, they're bad. საიდანაც მე ვარ იქ არ წყალობენ. ეთო მკითხავ, გუდაბზიგები არიან. გაუმართლად რომ ასეთება დაიბადრე. ხომ შეიძლებოდა ქათმებად ამ ტრენდებად დაბადებულიყვნენ, უბრალოდ ლამაზი ბუმბული აქვთ. Fancy feathers. და ამის გამო დიდ პატივში ცხოვრობენ. Okay. აბა ბიჭებო, We're here. მოვედით. Welcome to our house. მოგესალმებით ჩვენს სახლში. ამას შეხედე. დამწინი? Sounds like. ასეთი სახლი რა ღირს. მამა, გეყოფა ფასების კვლევა კარგი? Is the Bob. ნამდვილი მაკლერია. მართალია. გამარჯობა. ჩემი პატარა მაიმუნი, გამარჯობა. ჩემო გოგონა, რა ლამაზი ხარ. გამარჯობა. იცით, ახლა ვიხსენებ. მამა მაშინ ალბათ გაოგნებული იყო. ძალიან მიხარია. აქ ჩახვდება კარგად უყურთ არა? ამას სიყვარული და სითბო ჰქვია მამა. მაგრამ შენ რა იცი, სამშობიაროში პირველად რომ ნახე ხელი ჩამომართვი. აბა რა უნდა მექნა, მაშინ გაგიცანი. მიყვარხარ ელ, ძალიან მიყვარხარ. Come on. აქ მოდით, მინდა რომ სებასტიანის მამან გაიცნოთ. გამარჯობა. გამარჯობა სებასტიან, მიხარია შენი გასწრობა. სასიამოვნოა. სებასტიან, როგორ მიხარია რომ ჩამოხვედი. თქვენ კი მომხიბვლელი სალვო უნდა იყოთ. So nice. ძალიან მიხარია რომ პირადად შეხვდით ტაიგერ. წინაკვირას ტელევიზორში გიყურეთ. The highlights on TV. CNN-ზე თუ Fox-ზე. არა, ქერებზე გადაცემაში თქვენი თმა თუნებას მომცემთ გეტყვით რომ მარმარილოს მაგონებს. ძალიან მინდა ჩემი ხელსაწყოთი დავამუშაო. მამა, რა საკეთებ? ისე ჟღერს თითქოს მისთვის დარტყმას აპირებ. სალო, გავიგეთ რომ საუკეთესო სტილისტი ხართ თქვენი აზრით მე ლირებისთვის ზედმეტად ბებერი ვარ. გაჩერდი არ გინდა. მამა, მელირება? კარგი იყო. ძალიან ენამახვილი ხარ. მე გავიქეცი. გაერთებ. სახლში შევიდეთ და ყველაფერს დაგათვალიერებინებთ. And we'll give you the grand. ჩანთებზე არ იდარდოთ, ვენდელი მიხედავს. We'll take care of them. დედიკო, That's a pretty. რომ ხელაძაღლი ყოლიათ. დუგი ქვია, მკაცრად არ ვექცევით, ქვეშენია რომ შეგჭამს. ძალიან დიდია. ეს კი ჩვენი სახლია. მოგწონთ? ჰო, მგონი მეტისმეტად დიდია. დაუჯერებელია. This is our ეს ჩვენი უმცროსი ვაჟია დაგი. თავის ხმოვან თასებზე ვარჯიშობს. sound bowls. დიახ. გამარჯობა. კარგი და ხმოვანი თასები რა არის? რა და რეალურად ხმოვანი თასი ერთგვარი ინსტრუმენტია. ვიბრაციას გამოსცემს, სტრესს ხსნის და მოდონებაში გეხმარება. დაგისწავლობს რომ მკურნალი გახდეს. მისით ძალიან ვამაყობთ.
but we're just so proud of him. ძალიან ხმაურობ მამა. ბოდიში, მაპატიე. ბოდიში. ნება მომენტი ბოდიში. ამას დავხურავ? დაუკარი შვილო, დაუკარი, რომ ველური ცხოველი დაამშვიდო. ხელს არ შეგიშლით. დაკეთვა საჭირო არ არის. საოცარი სახლია. ამას შეხედეთ. ეს არაფერია. თქვენ ასპენის სახლი უნდა ნახოთ. ო, ის მართლაც. მოგწონთ? დიახ. ეს კოქტეილის მაგიდა საოცარია. დიახ, სებასტიან. რა მახვილი თვალი გაქვს. ქვანახშირის პირველი კომერციული საბადო აქვე ახლოს იყო. და ეს მაგიდა ერთ-ერთი პირველი ურიგისგანაა დამზადებული. ცოცხალი ისტორიაა. მომგესმით? რასაც ვამბობ? მართლაც კარგია. ცოცხალი. ძალიან კარგია რომ ხეს განმეორებით იყენებთ. ეს ბიჭი სულ მეშხუბება რომ ნაგავს ვაგროვებს და სახში მომაქვს. დიახ. ნაგავს? სიგიჟეა. ხალხი ჩვენს დროში ვრეებს ხრის ნაგავში და მე ფული რატომ ვიხადო? ალგები და სახში მომაქვს ხოლმე მართალია. დიახ, სრული სიმართლეა. თუმცა ჩვენ ამაში გადავიხადეთ მეფური, ასე ვთქვათ, მეფური საფასური, მაგრამ ის ეჭრიალებს ზედ სასმელებს ვერ ვდებთ. ხო? დიახ. მამა საშინელებაა. არა, რაღაც ისეთი გვინდოდა რომ რაც ამ ნახატებს მოუხდებოდა. და კარგია რომ თქვენი შვილების ნამუშევრები ჩამოგიდეთ. არა, ესენი ბებია მოზესის ორიგინალებია. წარმოგიდგენიათ? ბოდიში. რა? მე ბოდიში გიხდით, ბებია თქვენის შეურაცხყოფა არ მინდოდა. არც მიფიქრია, წარმოდგენა არ ქონდა თუ რამე სჭირდა. ღმერთო. აბა ლანჩი ვის უნდა? მე მინდა. მე. მაშინ ყველანი ქოხში წავიდეთ. სალო, ქოხი მოგეწონებათ. შესანიშნავი აზრია. ჩემია. უზარმაზარი კლუბია, ბილ. არა და ისე აღწერეთ, მეგონა შებოლილ ყველს ფანჯრიდან ყიდდნენ. დიახ, წლების განმავლობაში შეცვალეს, მაგრამ ჩვენთვის ისეთივე ქოხია. ეს შენობა მონებმა ააშენეს. დაგლას? რა იყო სიმართლის თქმა მეკრძალება? ჩვენს პრობლემებს თვალი როგორ უნდა გავუსწოროთ თუ მათ შესახებ არ ვილაპარაკებთ, მამა? არა, მართალია ქაური ისტორიის ნაწილი ზედმეტად სასტიკია. დაუჯერებელიც კი. მენიუში არ არის, მაგრამ შეგიძლიათ კიბორჩხალის კლაბ სენდვიჩი შეუკვეთოთ. გემრიელია. იცით, ჩემი მეგობარი გოგო აქ ვერ მომყავს, რადგან მრცხვენია. აფრიკელია. ის არის ადამიანი, რომელიც იმეილებს გწერს აფრიკიდან და რომელსაც შენ ფულს უგზავნი. ჯერ არ ვიცით მართლა მეგობარი გოგოა თუ არა. უარყოფითი ენერგიისგან დამიცავი. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი ფეხი White Oak-ში. რა მოგართვათ? გთხოვთ ოღონდ პური არა. ის კრეკერები გააქვთ მარცვლებით. რა თქმა უნდა. გლორია, კომბუჩა გააქვთ? შემიძლია გადავამოწმო. ვინმეს უნდა? რაც კომბუჩა გავსენჯე მეტაბოლიზმი იდეალურ წესრიგში ვამს. აღარაფერი მაწუხებს. გასაგებია. კარგი. დაგლას დაიმახსოვრე რომ მაგიდასთან მეტაბოლიზმი არ უნდა ახსენოთ. არა. სანამ კომბუჩას დალევას დავიწყებდი, ჩემი ფეკალიები ქაღალდის პატარა ნაგლეჯებივით იყო დაფლეთილი. მაგრამ რაც დალევა დავიწყე, რბილ მორებს დაემსგავსა. ღმერთო. დაგ. ძალიან კარგი მიხარია. სებასტიან, უკვე შეარჩიე რამე? მე კობის სალათა იყოს. კარგი რჩევანია. დიახ. რა იყო სტუდენტი გოგო ხარ? სხვა არაფერ შეჭამ. აპეტაიზერი არ გინდა? არა, პირდაპირ შუა მენიუდან დავიწყებ. კარგი, როგორც გინდა. სალვო, შენ რას აიღებ? გლორია, მე ბეკონის სენდვიჩს შევიჭამ ხახვის რგოლებთან ერთად. ხო, მე თქვით რა ღირს? იცით ჩვენ არ სალვო შეიძლება სრულიად მოგეჩვენოს, მაგრამ ფასებს არ ვაწერთ. რომ ფულის არსებობა ზედმეტად არ გაგვახსენდეს. ოჰო. ესე იგი, ყველაფერი უფასოა? არა, უფასო არ არის. ნეტა ვიყოს. არა, უფასო არაფერია. აბა რას იზამენ? ფასს მერე მოიგონებენ თუ? მამა, გეყოფა. შვილო, ბილს ველაპარაკები? შენ ბილი ხარ? გამარჯობა, ბილ. არა, ყველა კერძ თავისი ფასი ექვს. პირის ბოლოს ყველაფერს შეკრებენ, ჩემს ანგარიშზე ჩაწერენ და ყველაფერი მოგვარდება.
გასაგებია, კარგი გავიგე. გლორია, ძალიან მინდა ვინმეს დაველაპარაკო, ვინც ფასები იცის. სალბო გთხოვთ. ნება მოგვეცით გაგიმასპინძლდეთ. ამას ვაფასებ ტაიგერ და დიდი მადლობა, მაგრამ ჩემი აზრით ისედაც ძალიან ბევრს აკეთებ ჩვენთვის სახლში მიგვიღეთ და ესე საკმარისია, მინდა რომ სულ მცირე სადილისთვის მაინც გადავიხადო. დიდი არაფერია. ვიცი რომ დიდი არაფერია, მაგრამ ნუ მეწინააღმდეგები. არ ინერვიულო, ყველაფერი კარგადაა. გლორია, დამეხმარეთ და გაარკვიეთ სენდვიჩი რა ღირს. შენ რა შევკვეთე? კობის სალათა. ეხ კიბოს სალათა. გთხოვთ, ჩვენ გადავიხდით. ნება მოგვეცით გადავიხადოთ. ბევრად მარტივი იქნება. დააცადე რომ გადაიხადო. ნება მიეცი. ნებას ვერ მივცემ. მამა ნება მიეცი. გადახდის ნება მოგვეცით. გთხოვთ. ბევრად მარტივი იქნება. გადახდის ნებას ვერ მოგცემთ. I don't know what you არ ვიცი რა გეწყინა. მე მუშაობ, ყველაფრის გადახდა თავად შემიძლია. pay my own way. არ მინდა ვინმესთან ვალში ვიყო. ის მეწყინა რომ წესითელის ოჯახი უნდა გაგეცნო, შენ კი სპექტაკლი მოაწყვე. მე რა ვისადარდებს? უცნაური ხალხია. შენ ფიქრობაზე. უცნაურები არიან. უნდათ რომ ფულზე ფიქრისგან დაისვერონ. იქ საიდანაც მე ვარ, მაგას სიგნილი ქვია. კარგი. აქ სხვანაირი ცხოვრებაა. მაგრამ ცოტა უნდა მოითმინო. მოვითმინო. არ ვიცი სებასტიან სიმართლეს გეტყვი. არ ვიცი აქ შენს ადგილს როგორი პოვიეს, ნორმალური არ არის. მე და დედა შენს ასე არ გაგვიზრდი ხარ. ო, ისე გამზარდეთ რომ ცოლად იტალიელი უნდა მოვიყვანო, რომელიც ყვირის, როცა ბედნიერია და თმა ისეთ ადგილებში აქვს, სადაც საერთოდ ვერ ხვდები რატომ უნდა კონდეს. მე რა? ეგაა ნამდვილი ხალი. დედა შენის ნამდვილი ხალი იყო და მაგიდაზე ნამდვილ საჭმელზებდა. პურის ჭამაზე უარს არ ამბობდა. კარგი მამა, მეც ვაღიარებ რომ ის კრეკერების საშინელება იყო. დიდი ისაკენ გიბჭამეთ. არ ვიცოდი ხელით უნდა მეჭამათო სიარული და კენკვა დამეწყო. სწორედაც, შეამჩნია როგორც ცდილობდნენ, ამ სახლის სიმდედრე არ შეიმჩნიონ. უკაცრავად, მაგრამ ყველაფერს ხედავ, თვალები მაქვს და ვხედავ. მართალია, დადიან და გაიძახიან, ეს სახლი 6000 კვადრატული მეტრია, 13 საძინებელია, მაგრამ ჩვენ იმიტომ გვიყვარს რომ მყუდროა. ავეჯს ზედმეტად არ ეხებიან, ისე იქცევიან თითქოს ყველაზე მთავარი ავეჯია. აქ უბრალოდ სკამს ვერ იპოვი. მთელი ისტორია უნდა ჰქონდეს. Like a whole backstory. ო, ამ სკამზე ტომას ჯეფერსონი იჯდა, როცა იმ ხელშეკრულებას აწერდა ხელს, რომელიც ყველას ფეხებზე კიდია. ამ ტუალეტში აბრაამ ლინკოლნი ისაქმებდა. აი მემორიალიც. ნედავლურს მანიც აქვთ, რომელზეც ხუთს კიდებდა. არ ვიცი, სახლია თუ მუზეუმი. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. აბა გვიანბე ჩიკაგოში ახალი რა ხდება? ხელოვნების საქმე როგორაა? იცი ძალიან კარგად. ო, მიხარია. All my pieces. ყველა ჩემი ნახატი გახსნის დღესვე გაიყიდა. მართლაც საამაყმავია. ღმერთო, ახლა რადგან ასეთი კავშირები გაქვს, ალბათ ნებისმიერი ადგილიდან იმუშავება რა საყვარელო. მაგარია არა. დედა გაჩერდი მე და სებასტიანს ჩიკაგოში მოგწონს ცხოვრება. ხო, მაგრამ კოლუმბიის ოლქში ძალიან გვენატრები საყვარელო. ღმერთო, მართლა გვენატრები. ფეისნაიმით ამ საყვარელ ლოყებს ვერ ვკოცნი. ღმერთო, მეც მინდა გაკოცო. ჩემი ლოყა სად არის? სად არის? ბოდიში, უკაცრავად ხალხო. მედიტაციის დროს არ უნდა ლაპარაკობდეთ. ღმერთო, ბოდიში გვაპატიე, ბოდიში. არა, ეს შესანიშნავია. მიდი გამოუშვი. ხმის ტალღები. In sound. ბოდიში, მიდი. გადაგრძე, მიდი. მამა, მომისმინე. აქ იმიტომ ვართ, რომელიც ცოლად მოყვანა მინდა. ჩემთვის სულ ერთია ის ხალხი რა სიტყვის. თავარია ელი რა სიფიქრებს, ამიტომ შეგიძლია რომ მათ ხვალ შანსი მისცე. ძალიან გთხოვ. Got it. გავიგე, კარგი. პრობლემა არ არის. ეს შენი ცხოვრებაა, შვილო. End of the day, son, it's your life. ღამისადე კოლონი? ო, შეხედე ამას. ვარდისფერი თეთრეული. What? ღმერთო, We're in a dollhouse. თოჯინების სახლში ვართ. მგონი. დედა, მამა, ძალიან მინდა თქვენთან ახლოს ვცხოვრობდე, ხომ იცით? მე? მაგრამ სებასტიანს კარგი სამსახური აქვს. და მამა ხავს. ო, წყეულ ჰილტონში მუშაობს. ჰილტონში. ასე რომ მაგარი სამსახური აქვს. მან მოსახვედრად ჰერპესი ისევ აუცილებელია. მაგისტრის მადლობ. მას თავისი საქმე უყვარს და წამოსვლას ვერ ვთხოვ. ო, მაგრამ თქვენი სახლი ძალიან პატარაა. მართალია. ჩვენ ასეთი სახლი გვერჩევნია. დასასვენებლადაც არ დადიხართ. იმიტომ რომ ვმუშაობთ. დაუდე კოლონი. ვერტმფრენის საშინელი სუნი დააკოთა. ღმერთო, ვერ ვიტან ყველა ერთად რომ მესხმის თავს. ეს უსამართლობაა. სულ ერთია მოგწონთ თუ არა, დედა, მამა და ლაკი. Sebastian and I. მაგრამ მე და სებასტიანი ერთად ბედნიერები ვართ და ჩიკაგოში დავრჩებით. ბოდიში დაგ. ჩაკრებს ასე ვერ გავხსნი. წავალ ჩემ შეყვარებულს დაურეკავ. არა. დავშვიდი, მოდი აქ. ჯანდაბა. ბიტკოინის კურსი დავარდა.
არ მჯერა. შაკეტილობანში დავსეირნობთ, როგორც სტუმრები და არა მებაღეები. იმედი ამ დღეებში არაფერი დაიკარგება, თორემ ამ ხალხს იმიგრანტების დადანაშაულება უყვართ. ამას შეხედე. სპორტ დარბაზის ველოსიპედის სახლში წამოიღო. გამარჯობა. გამარჯობა. ლამაზი დღეა არა? ხო. ძალიან. გეთანხმებით. დიახ. ამას რა ჭირს ლამაზი დღეა? რაც არ გაიგონებ. ბედნიერია. მამამისი ალბათ დილის 5 საათზე არ აღვიძებდა. სულ იმაზე ვფიქრობ, რამდენი საქმე მივატოვე, აქამდე 4 შეღებვას და 1 დახვეწას მოვასწრებდი. დენის ფულს ორჯერ გადავიხდიდი. დილა მშვიდობისა. გამარჯობა. დილა მშვიდობისა. ღმერთო, თან ხალათი ეცვია. არ ჯერა. ეს ხალხი არ მუშაობს. სადღესასწაულო უქმეებია, თანაც ფული საფონდო ბირჟებზე აქვთ. მაიონეზის კილებით კი არ მარხავენ ეზოში. დამშვიდდი, კარგი რა. მამა, ეს ხომ ლამაზი დღეა. წინ და უკან. აბა რაღაცას შეესთამაშო. კარგი რა. ქალებს საჯდომები უჩანს, რომ ყველამ დაინახოს. დარტყმის დროს ისე ყვირიან, თითქოს ორგაზმი აქვთ. არა და ბურთს ურტყამენ. მამა, თამაშს მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ ბილისთან გაატარო დრო. ამიტომ დამშვიდდი და ის გააკეთერისთვისაც ჩამოვედით. შვიდად ვარ. ნახე, სანდლები მაცვია, შვიდად ვარ. იმ ტიპს დავხარ ჯონ ვიკის ძაღლი რომ მოკლა. ეგვინა, აზრზე არ ვარ. ელიმ მითხრა რომ კარგად თამაშობ. დიახ, რამდენიმე გაკვეთილზე ვიყავი. მაშინ მოემზადე. ჩემი ოჯახი ყველგან მიყვარს ჩოგბურთის კორტების გარდა. გერდით დაჯახება. ღმერთო, რა უცნაური იყო. დავიწყოთ. დედა მზად ხარ? დროა ვითამაშოთ. მომისმინე ბილ. დიახ. რამდენი ხანია სასტუმროების ბიზნესში ხარ? ღმერთო, უკვე 50 წელია თითქმის მთელი ჩემი ცხოვრება. ალბათ ძალიან საინტერესო საქმე უნდა იყოს. მე მიყვარს, ძალიან მიყვარს. სასტუმროები სისხლში მაქვს, როგორც შენ თმა. ხომ გესმის? კარგია, სიბას. იმედია გრილად ხარ, იმიტომ რომ ახლა დაგწება. ღმერთო, ბოდიში. ეს რა იყო, სებასტიან? ელიმ მითხრა რომ კარგად თამაშობ. ბოდიში. მაგრამ ადვილი არ ყოფილა. ჰარვარდიდან საქსოფონზე დაკვრივის გამომაგდეს. ეს გრძელი ამბავია, მამა ჩემი გაცურთა და გამომიცხადა, მორჩა შენს თავს თვითონ მიხედეო. და ერთი სასტუმრო მომცა, მხოლოდ ერთი. რას ამბობ? ო, გაგიჭირდებოდა. ო, მე მამამ ვირი მომცა, მაგრამ მეორე დღეს მოკვდა. მაკარონი მდუღარე ქვაფში. ეგ რა არის დაგ? უფროსების გასაფერადებელი. მეგობარო, ხომ არ გინდა შეისვენო წყალი და ალიო ან ცოტა წაივარჯიშო? რა გემართება? რა იყო? ჩოგბურთი გიყვარს, მაგრამ ახლა არ ცდილობ. კარგი რა, ეს უბრალოდ თამაშია. კარგი. ეს მაინც გაიხადე. ალბათ უფლად იღურები. არა, მცივა, თავი დამანებე. შემეშვი მცივა. არ გცივა. ერთი წუთით. მომისმინე, თამაშის გრცხვენია, რადგან მამა შენი გვიყურებს? მომისმინე, მას ასეთი სპორტი არ უყვარს. არ მინდა მივიდე და ვუთხრა ვიღაც ტიპს ფული მივეცი, რომ ჩემთვის თამაში ესწავლებინა მეთქი. მაშინ უნდა იცოდე, რომ დედა ჩემს წაგება არ უყვარს. შეხედე. გადავ. თავარია, რომ გერდით აღარ მეჯახება. მე მხოლოდ ჩანს მკერდთან მინდა შეხება. თუ წააგებ ვერ აღირსები. სებასტიან, ელის შენთვის იმ ბიჭზე არ მოუყოლია შოტლანდიაში სწავლისას რომ ხვდებოდა? ეს წეული ენდი მიურეია. როცა ჩემს გუნდში იყო, ერთი მატჩიც არ წამიგია. ნეტავ ახლა რას აკეთებს? იცით რა, მარცხენა ხელით ვითამაშებ. იქნებ მერე მაინც გქონდეთ შანსი. რა სიტყვი დედა? იმ წუთამდე საშინლად მეშინოდა, რომ მამა მიხვდებოდა ასეთი ცხოვრება როგორ მომწონდა. მაგრამ ახლა ის დარტყმაც კი გამოვიყენე, რომელიც შვედმა პროფესიონალმა იოჰანესმა მასწავლა და უკან დასახევი გზა აღარ დავიტოვე.
ამას ხედავ? შვიდად ვარ. გამოუშვი. ამ თამაშის სწავლა ადვილად შეიძლება? ასეთ დონეზე არა. ღმერთო, სებასტიანი ძალიან მაგარია. უნდა ამაყობდე. ლაკი, კარგად ხარ? არ ვარ კარგად. ბოდიში ლაკი. არა უშავს სებასტიან. ვიცი რომ არ გინდოდა. ღმერთო, სწრაფად ბილ. ყინულიანი წყალი მოუტანე კვერცხებისთვის. აი, მოუტანე. რა? მშვიდად იცექი საყვარელო მშვიდად. ჩემი მომავალი შვილიშვილები უნდა გავაგრილოთ. საყვარელო ყინულიანი ჩაია. გინდა და გიმასაჟო ხომ ყველაფერი რიგზეა. ესენი გამომართვე დავიჭირე. არა. კარგი. არ შემეხო. ჩვენ გურდით თამაში როდის ისწავლე? რამდენიმე გაკვეთილზე ვიყავი ელის გამო. რა დაგიჯდა? ყველა იმიგრანტი ბავშვის გასაგონად ვინც გვიყურებს. ასეთ დროს ყოველთვის კარგი ფასი უთხარით. $40. 40? ანუ იმ კაც თმის გაშრობის ფასი გადაუხადე რომ შენთვის თამაში ესწავლებინა? მაშინ რა მეთქმის? წარმოიდგინეთ რა სიტყოდა რომ ნამდვილი ფასი გაეგო. $80. არც კი მჯერა რომ ჩემი ვიჭი ხარ, ჩემი შვილი. მალე ალბათ ჩიტის საკენგსაც დამიყრი მაგიდაზე. შვილო მიდი საკენგი მომიტანე. ეს ჰობია, მამა. ჰობი ბევრ ადამიანს აქვს. ისინი ვიქცევით თითქოს სექტაში გავწევრიანდი. სექტა აბარა, უბრალოდ ესენი რიტუალების ჩატარებისას შამპანურს თვამენ. Welcome, everyone. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა SS Collinsზე. სახალისო ფაქტი. ეს ნავი სერ რიჩარდ ბრენსონს მოუგენ არჩი. ასე რომ ჩვენთვის ყველა მოგზაურობა პირველი ვითაა. It's a virgin one. კარგი იყო. მაგარია ზერ. მადლობ. მე და ბილმა ამაზე ვილაპარაკეთ. და უქმეებამდე ვაპირებდით მოცდას, მაგრამ ვეღარ ვითმენთ. კარგი. სებასტიან, როგორც სასტუმრობის მფლობელი და ამ ქვეყნად ყველაზე საოცარი გოგოს მამა, Wonderful girl in the world. მიყვარხარ. იძულებული ვარ გითხრა, რომ კლავს, პირდაპირ კლავს. იმის გაფიქრებას კი კლავს, რომ ჩვენს ყველაზე დიდ კონკურენტთან მუშაობ. ამიტომ მართალია განაგრძე? უთხრა? მიდი. ახლა გთხოვ. კარგი. მამა რა ხდება? Collins Hotel Group-ის სახელით გეუბნები? I would love ძალიან გამიხარდება თუ ჩვენს მხარეს გადმოხვალ და ჩვენი ახალი მდიდრული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს 5-star Barrymore ჰოტელის სახე გახდები. drum roll. მართალია? The Barrymore Hotel. აი, შეხედე. რა? არ ხუმრობ. სერიოზულად? დიახ. დიახ, სერიოზულად. ეს ხომ თქვენი სავიზიტო ბარათია, ყველაზე პრესტიჟული სასტუმრო კოლუმბიის ოლქში. დიახ, რა თქმა უნდა, რემონტი $250 მილიონი დამიჯდა. მართალია. მამა, მეგონა ეგ საქმე ჩემთვის უნდა მოგეცე. ნარკოტიკზე რეგულარულად ვამოწმებ თანამშრომლებს. კარგი. მამა, რა საოცარი ამბავია? ჩვენი აზრით სებასტიანი ამ საქმისთვის იდეალური კანდიდატია. წამოდი კიდევ მოვიტანოთ შამპანური. მოდი დავსხდეთ. არ მჯერა. დავსხდეთ და ვნახოთ რისი მენეჯერი იქნები. დაუჯერებელია. ეს შენობა 1896 წელს აშენდა. ჩვენ ბოლომდე გავარემონტეთ ზარებისა და კარის სახელურების ჩათვლით. შეხედე? იცი ეს ყველაფერი? და რას ეკეთებ? სისხლის მოძრაობაში ვეხმარები. სახე დაგიწითლდა. ო, ცოტა თავბრუდა მეხვა. მეც. Oh, that's the ეს ჯეკი ონასის საძინებელია. არასოდეს ყოფილა, მაგრამ ნეტავ ყოფილიყო. ეს ნახატი ლობიში ძალიან გავს. დიახ, ხელოვნების ნიმუშების გვაქვს, ნამდვილად. და ეს ნახატი საძინებელში ძალიან მეცნობა. ხო, კარგი ნახატია. მოიცადეთ, თქვენ რა ელის ნახატები იყიდეთ მანიცის? რამდენიმე ვიყიდეთ ჩვენი ნაცნობი დიზაინერისგან. ისეთი არაფერია, ჩვენს პატარა სოცნების ასრულებაში ვეხმარებით. baby's dream. მოდი დავხუროთ. შამპანური მოვიდა. შესანიშნავია მეც დავლევ, მინდა. გამატარე. აბა რას ფიქრობ? ეს ძალიან გულუხვი შემოთავაზებაა, ბილ, მაგრამ ალბათ სებასტიანი უნდა დაფიქრდეს, არა? რა თქმა უნდა, მამა. დიახ. რა თქმა უნდა. ეს ყველასთვის დიდი ნაბიჯი იქნება, ასე რომ ნოიჩქარებ. დაილაპარაკეთ. Right? And აბა რა, tell us what day- და მე გვითხარი რომელი რიცხვის ბილეთები გამოგიგზავნოთ. მამა, ძალიან მაგარია. მაგარია. როგორც ჩვენი ოჯახური კომპანიის მომავალი წევრი. რა სიტყვით საშირო მოვფრინდეთ? მაგარია ძმაო, სიამოვნებით და მაგას როგორ ვიზამთ?
ძალიან მაგარია ლაკი. აბა რა, შენს თავს შეხედე. ძალიან კარგად გამოგდის. მართლა მგონია რომ დავფრინავ. წონასწორობა შეინარჩუნე. ვიღიმი. შემომხედეთ, ვიღიმი. სალვო, ხომ არ გინდა საცურაო კოსტიუმი მოგცე? ზევით ჯაკუზი გვაქვს. არა, კარგად ვარ. შვილს უყურებ რომ არაფერი დაემართოს. სალვო, მინდა მადლობა გადაგიხადო, რომ ჩიკაგოში ელიზე ზრუნავ. ძალიან გაგვიმართლა, რომ შენს შვილს შეხვდა. ო, სებასტიანი კარგი ბიჭია. სამყაროს მეფე ვარ. როცა თავს არ იმასხარავებს. ვიცი, რომ ერთმანეთთან ახლოს ხართ. ამიტომ, თუ აქ გადმოვლენ, გპირდები, კარგად მივხედავთ. თქვენს ადგილას დიდი იმედი არ მექნებოდა. ვერ წარმომიდგენე რომ სებასტიანმა ჩიკაგო და მე მიგვატოყოს. მას ჩემ გარდა არ ავიღავს. ოდესღაც ელიზე მეც ასე ვფიქრობდი. მამა, შემომხედევ, ყვინთავ. როგორი ათლეტურია? ძალიან კარგია. მამა, ო, ეს ჩემგან აქვს. შემომხედეთ. ღმერთო, ჯანდაბა, სებასტიან შენი შორტი. ვერ საჩესია, მოგწონს? არა, იდიოტო, ჩაგზრა. ჩაყვინთე. ღმერთო, მეგობარო, შეგწივდა? ვერ ვიცევ. ძმაო, კარგად ხარ? რა ჯანდაბა გჭირს? შორტი აიწიე. ვერ უწდები. რა ვქნა? შვილო მგონი შენი ელქანი ნახევრად გაშლილია. არა, მთლიანადაა გაშლილი. არა. არა, სებასტიან, არა. არა, ღმერთო, არ გინდა ეგარ გააკეთო. მევიდარჩი. ახლა ცუდად გავხდები. საყვარელო დედა მაგას ვერ დაივიწყებს. ეი, სიბას, TikTok-ს მიესალმე. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. მამა, რა საკეთებ? ვალაგებ. ხვალდივით ჩიკაგოში მივდივარ. გაგიჟდი? მე არ წამოვალ, ჯერ ჩემთვის ბეჭედი არ მოგიწია. დამიჯერე, რაც დღეს ვნახეთ. მაგას ვეღარ გამოასწორებ. ნუ ხარ ასეთი დრამატული. შორს ვიყავი, თითქმის არაფერი დაუნახავთ. ო, აბარა. შიშველი სამშობიაროს მერე არ მინახი ხარ. მაგრამ მგონი შენი პატარა პისელონი მაგის მერე არც გაზრდილა. ჩემოდანს არ შეინახავ? არა, საფრთხის დაგიყვან. იტალიელ გოგოს გაგაცნობ, ცხოვრების თავიდან დაწყებაში დაგეხმარები და თმასაც კი შეგჭრი. მამა, მე ელი მიყვარს. ეგ მაშინაც კი არ შეიცვლება თუ კვერცხებს მთელ სამყაროს ვაჩვენებ. ანუ ხვალისთვის ეგ გაქვს დაგეგმილი. თავს რომ იტყვებ რომ შენი ადგილი ამ ხალხის გვერდითაა, რადგან ასე არ არის. თავს არ ვიტყუებ. სერიოზულად? ყოველთვის როცა ამ ოჯახის გვერდით ხარ, იდიოტი ვითიქცევი. იმიტომ რომ ისე გამზარდეს, სიახლეების მეშინია. მამა, მომისმინე. შენს აქ წამოყვანაზე ვნერვიულობდი, რადგან ზუსტად ვიცოდი შენი შავი პერანგითა და ელვას შესაკრავიანი ჩანთით დაჯდებოდი და დაღლილი ძუკნის სახით გამაკრიტიკებდი. დაღლილი ძუკნის სახე არ მაქვს. იტალიელ გორგულებს ვგავართ. ისეთი გამომეტყველება გაქვს, თითქოს მთელობად სამოხოცავ. იცი რა არის შენი პრობლემა? ისეთი ნეგატიური ხარ, რომ საკუთარ თავს სიამოვნების უფლებას არ აძლევ. ამიტომ გგონია, რომ მეც ასე უნდა ვიყო. მამა, ელი ჩემი მომავალია. და მე მზად ვარ ყველაფერი მივიღო. რას ნიშნავს ყველაფერი? ახალი სამსახურით? შეიძლება, ეს კარგი სამსახურია. დაუჯერებელია. გამორიცხულია. არ ვჯერა. ჯერ დედა შენი წავიდა, ახლა შენც ვტოვებ. არ გტოვებ, მამა. ელი საუკეთესოა, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა და როცა ცოლად მოვიყვან, მის ოჯახთანაც ხშირად ვიქნები. მინდა რომ ჩემს ცხოვრებაში იყო, მაგრამ შეეცადე რომ შენც დამეხმარა. იმ სალვოს ნახვა მინდა, რომელიც სალონში ყველას უყვარს. მაგრამ თუ ვერ ვნახავ, მაშინ სხვა გზა არ მექნება. მომიწევს დაგტოვო. მაგას როგორ ამბობ? ენა როგორ გიბრუნდება? მამას მაგას როგორ ეუბნები? ოჯახს პატივს არ სცემ. იმდენად მაინც ვცემ პატივს, რომ როგორი გაბრაზებულიც არ უნდა ვიყო. აკუთებული არ დავიძინებ. მოდი. ღამის შესხურების დროა.
მენატრები და ძალიან მინდა რომ აქ იყო. ბევრი მიზეზით. ითხარი არასწორად ვიქცევი. შენი შვილისთვის კარგს არ ვაკეთებ. რამე ნიშანი მომეცი. რამე მაინც გთხოვ, გამაგებინე. გამაგებინე რას ფიქრობ. მომეცი ნიშანი საყვარელო. მიყვარხარ. გამარჯობა დაკ. გამარჯობა. რას აკეთებ? ფარშევანგებისთვის ვუკრავ. საკმარისად გახსნილი ხართ იმისთვის, რომ საკურნებელი სესია ჩავატაროთ ერთად. საკურნებელი სესია? ძალიან მოგიხდებათ. კარგი შემოთავაზებაა, მაგრამ ვერც კი ხვდები რას ამბობ. ჯერ თვალები დახუჭეთ. მერე სუნთქვას მიაქციეთ ყურადღება. ცხვირით შეისუნთქეთ. და მოისუნთქეთ. იქნებ იმ პატარა სალვოს დავუკავშირდეთ, რომელსაც ძალიან ეშინოდა, როცა ბავშვი იყო. არც კი ვიცი სად არის. იმდენი დრო გავიდა. ახლა სულ სხვა ცხოვრებაში ვარ. ნება მომეცით მის პოვნაში დაგეხმაროთ. სუნთქვა განაგრძეთ. განიკურნე პატარა სალვო. კარგია, უკეთ ვარ. მართლა? ხო, ვადლობ. არაფერს. სავალ დავიძინებ. კარგი. ვადლობ. ღამე მშვიდობისა. გამშვიდობისა დაკ. მიხარია თუ დაგეხმარეთ. ვადლობ დაკ. მართლა ძალიან დამეხმარე. გუშინ საკმაოდ ცუდი დღე იყო. მამას ვუყვირე. მომავალ ციდედრს სიმამრს კვერცხები ვაჩვენე. მაგრამ ვინ იცის იქნებ უკვე დაავიწყდათ. აი, დიდი მოზურავეც მოვიდა. უხელ სავსემთვარე ნახე. კარგი იყოფა. შენს ტრაკს გულისხმობ. ყურადღებას რომ მიაქცევ. სავსემთვარესავით ტრაკი აქვს. ო, მივხვდი. როგორ ხარ შვილო? მე კარგად ვარ. მიხარია. მამა ჩემი არ გინახავთ. ელისთან, დაგთან და ტაიგერთან ერთად სეირნობს. სეირნობს? ხო, სეირნობს. აი, ძაღლი ახსენეოდა? მოკლედ, ვუთხარი, სკეიტბორდი რატომ უნდა გიყიდო, როცა ჩემი ხელით შემიძლია გააკეთება მეთქი? წმინდა ღვთისმშობელო. ძილის გუდა. იმას უყებოდი შობას სკეიტბორდი რომ გაჩუქე, გახსოვს? ო, მახსოვს. რომელ საათზე ადექი? ძალიან ადრე. შენი გაგვიზება არ მინდოდა. საზორიდან გამოვზვირი, სარეცხი გავრეცხე, ტელევიზორს უყურე, კიბის მოაჯირი შევაკეთე, სუნელების სწორად დავალაგე, მზე რომ ამოვიდა საუზმის მომზადება დავიწყე, მერე სასეირნო წავედით, რომ ოჯახი უკეთ გამეცნო, კოლინზები კარგი ადამიანები არიან. ეს კომუნისტიც კი. მე სოციალისტი ვარ. როგორ სიტყვი? ჩეგევარა. სასაცილოა. მოდი აქ. რა ხდება? რას ნიშნავს რა ხდება? იმას ვაკეთებ, რაც ვთხოვე. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ. კარგი, ვაფასებ ამას, მაგრამ შორტები ჩაიცვი? ო, მერე რა? შენს ფეხებს პირველად ვხედავ. მართალია არა, უშავს არა? პრეცელის ჯოხებს გავს. ნუ მადანაშაულებ. ამ ხალხმა მომცა. აბა რა გითხრა? მინდა თქვენთან ვიყო, გავერთო და თავს ძალიან კარგად გრძნობ. ერთი სული მაქვს ნახო სამყარო რას მიმზადებს, მას შემდეგ რაც თვალები გავახილე. უხელ საკურნებელი სესია გქონდა. ო, და პატარა სალვოს აღარ ეშინია. პატარა სალვოს? დიახ. იმედია ოჯახური გართობის დღისთვის ყველა მზადაა. მე მზად ვარ. ოჯახური გართობის დღე რა არის? რა? შენ რა სულელი ხარ? ყველაფერი სახელი გეუბნება. ხო. ო, კარგი. გაგვიმარჯოს. რა ხდება? ეს 4 ივლისის ტრადიციაა, მხიარული სტარტები, კროკეტი, სახის მოხატვა და შეჯიბრი ჰოთ-დოგების ჭამაში. მაგარი იქნება. ვიცი ვთხოვე ცოტა მოინდომე მეთქი, მაგრამ ეს უკვე სიგიჟე იყო. მეჩვენებოდა რომ მონსტრი შევქმენი, მაგრამ საშიში არ იყო. იღიმოდა, თამაშობდა და ამერიკული დროშასავით ეცვა. მანის კალოები. რას გეგმავ? არაფერს. ბედნიერი ვარ ჩემს ოჯახთან ერთად. თქვით ფოიერვერკი. ფეიერვერკი. კარგია. ლამაზია. მოგწონთ? კარგია. ნახავთ? კარგია.
და წლევანდელი 4 ივლისის ჰოთ-დოგების ჭამის კონკურსის გამარჯვებულია სალვო მანისკალკო. მამა მაგრად ერთობოდა. უცებ მე აღმოჩნდი ის, ვინც თავს არაკომფორტულად გრძნობდა. უთხარი მოინდომე მეთქი, არ მithოვია მთლიანად შეცვლილიყო. აი ისიც, საუკეთესო მოთამაშე. რას აკეთებ? ძალებს იკრებ? მივხვდი ეს ხალხი რატომაა ასე მდიდარი. ყველაფერი იაფფასიანი აქვს. ეს პლასმასია. უბრალოდ ისე ამოვნე, კარგი? დღეს ყველა საჩვენებინ ხარ და მგონი ამ ხალხს უკვე მოსწონხარ. ო, აბარა, უბრალოდ ზრდილობას იჩენენ. სერიოზულად გეუბნები, ბილს ახლა საკუთარი სურნელიც კი აქვს. მართლა, რომელი ბრენდის? არამხელს. არამხელს? ო, სალვო, სუნი მაინტერესებს. ღმერთო, ყველგან გეძებდით. დედა მოულოდნელად ტელევიზიაში მიიწვიეს 2 საათი აქვს. მაგარია. ხო, კარგი იქნება, მაგრამ ტაილერი სედონაშია და ვარცხნილობას ვერავინ გამიკეთებს. მიფიქრეთ იქნებ დაეხმარო. ეს იგივე რომ ვან გოგს სმაილის დახატვას თხოვოთ. არის. მაგარია. მოგატყვევ თუ გეტყვი რომ მთელი უქმეები შენს დიდებულ თმას არ ვუყურებ. იხარე რომ როგორც იქნა ხელით ვეხები. მადლობელი ვარ. ეს სიგარებია? დიახ, ერთი ცალი შეიძლება? ღმერთო. სულ უფრო მაგარი ამბები ხდება. რა თქმა უნდა შეიძლება. საუკეთესოა. ჩემთვისაც შეიძლება? შემომიერთდი, გთხოვ. იცი? კარგია. წარმოიდგინე არასდროს შევხვედრი ვარ ხალხს, რომელიც სიგარას ეწევა. ფლოტში მივეჩვიე. მოიცადე, სამხედრო ხარ? მე კი მეგონა სუროს ლიგიდან იყავი. მაგის მერე ჩავეწერე. ქვეყნის წინაშე თავს დავალებულად გრძნობდი, მაგრამ ძირითადად მშობლების გაბრაზება მინდოდა. შენ? ჯარი, შეტაკებები? სამზარეულო. მაშინ 4 ივლისს გილოცავ. შენც გილოცავ. გილოცავ. მიხარია რომ ნამდვილი ვეტერანი მყავს, ვისთან ერთადაც აღვნიშნავ. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. როგორაა საქმე? არაფერი არ მესმის, ან მშვიდობა აქვთ, ან შუმად ჩეხავენ ერთმანეთს. მაგარი ამბავი მაქვს. რა ხდება? მოკლედ, დეკორატორი, რომელმაც ჩემი ნახატები გაყიდა, ხომ იცი? უკვე ყველა გაყიდა, ვერ მეტყვის, სად უფლება არ აქვს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრი დასჭირდება. რა მაგარია? ო, არა. მოიცადე, ხმა რატომ დაგიწრულდა? ასეთი სახე რატომ გაქვს? რა ხდება? მომისმინე ძვირფასა. ღმერთო! ვუალა! ეს რა არის? მე ეს არ მithოვია. იცი რა, სინამდვილეში მე შეკვეთებს არ ვიღებ. ასეთი სტილი მაქვს. შენ სახეს ვუყურებ, შენ საურას, პიროვნებას ვგრძნობ და მე იმ ვარცხნილობას გიგეთებ, რომელსაც შენი პიროვნება ითხოვს. მალე ტელევიზორში ვიქნები. მინდა რომ ჩემს თავს ვგავდე. ბილ, საშინლად გამოვიყურები? არა, საშინლად არა. არა, ელი. მგონი, ზუსტად არ ვიცი რა არის. მამა ეგაურა ფეხებზე რატომ არ დაიკიდე და ის არ გააკეთე რაც გთხოვა. მოიცა, ეგ იგივეა რომ კარავაჯოს თხოვო, ოლოფრენისთვის თავის მოკვეთა გადააკეთოს. რაო? იქნებ როგორც ოჯახმა დაგსთხოვოთ, რომ ის ორგანული ნაგავი, ამის დედაც. დედა რატომ გაქვს ზუსტად სალვოსნაირი ვარცხნილობა? ღმერთო! მართალია. ერთმანეთს გავარ? არა. იმ ტყუპებს გავხართ ერთნაირად რომ აწვიათ ხოლმე. სალვო, ეს როგორ გამიკეთე? მოიცა, ჯერ ერთი არ ვიცოდი რომ რამეს ვაშავებდი. ჩემი აზრით უფრო ძლიერი და ლამაზი გამოჩნდი. თუნებას მომცემ, ვიტყვი რომ სექსუალურიც კი. 10 წუთში ეთერში უნდა ვიყო. შენ კი გამწარებულ მოხუც იტალიელ კაცს დამამსგავსე. თხოვთ ყველანი გადით. გავიდეთ.
საყვარელო, დედა იქნებ გადით. დიდი პატივისცემის მიუხედავად კრის არსებული პოლიტიკა უკვე 2 ათწლეულია მუშაობს. ახლა რატომ უნდა შევცვალოთ? ძალიან მაგარია. სხვათა შორის შენისთანებზე ამბობს. გვაზრიადებ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მხოლოდ ინსტინქტებზე დაყრდნობით არ უნდა მიიღო. იმ ადამიანებს უნდა უსმინო, რომლებსაც ემსახურები, თორემ ვიღაც მოკვდება. Yeah, okay. შეიძლება მართალიც ხარ. სენატორ მაგართურ ძალიან წუხარ რომ მოკლედ უნდა მოგიჭრათ. მოკლედ უნდა მომიჭრათ? ახლა მოკლედ მოჭრა ახსენეთ? ეს რა ცუდი ხუმრობაა? როგორც ხედავთ ამ დისკუსიას ზღვა ემოციები მოყვა. ჩვენ მოვლენათა განვითარებას დავაკვირდებით. იცოდე რაცა ყველაფერი დამთავრდება ბოდიში მოუხადე. რისთვის? რისთვის? მას თმის დავარცხნა უნდა და შენ კი დევიდ ბოუის დამსგავსე. ხშირად დამცინი, მას ასაკის შესაფერისი და ღირსეული ვარცხნილობა გაუკეთე. მადლობა უნდა განამიხადოს. მაგის იმედი ნოგექნება. ძალიანაა გაბრაზებული. When I left, რომ წამოვედი, she was good. საწამლავის დამზადების რეცეპტს გუგლავ და არ ვიცი სალვოსთვის თუ საკუთარი თავისთვის. არ მესმის, ქალების უმრავლესობისთვის დიდი პატივი იქნებოდა რომ აღმოსავლეთ ჩიკაგოს სამგზისლის სტილისთან შეეჭრათ მა. ეგ 80-იანებში იყო. 80-იანებში მე რა? ეს ოქროს ხანა იყო. Hi, Mom. გამარჯობა დედა. არ დაელაპარაკები? არაფერს ეთყვი? რა უთხრა? რამე მაინც მიდი. Hey, take. დიკ, Take. დიკ, Take it. დაიგერ. Take it. დაიგერ, მინდა და მეთქვა რომ იმ ყუთში ძალიან ლამაზი იყავი. მართლა. და ძალიან ღირსეული. ყუთში? ახლავე ადექი. და მასთან მიდი. გესმის? გავიგე. Take it. დაიგერ, მინდა და მეთქვა. ძალიან წუხარ რომ ეს უმაღლესი ხარისხის ვარცხნილობა შენი ნებართვის გარეშე გაგიკეთე. სიტყვა ბოდიში გავიგონე. But then you მაგრამ followed მერე up with a შენი თავი შეაქე. თუ სიმართლე გაინტერესებს, აქამდე ასე არასდროს არავისთვის შემიჭრია თმა. მართლა ვიგრძელი რომ შენი აურა სწორედ იმ პატივისცემას მოითხოვს, რომელსაც მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ ვიჭერ ხოლმე. ასე რომ, ბოდიში თუ ზუსტად ის არ გავაკეთე, რაც ვთხოვე. გმადლობ. You know, იცით რა? იცით რა, რაღაცა შემოგთავაზებთ. ძალიან მინდა სრულყოფილი იტალიური ვახშამი მოგიმზადოთ ყველას. კარგი იქნებოდა. და სიტყვით, ერთგვარი მადლობისა და პატივისცემის ნიშნად, რომ თქვენს ულამაზეს სახლში დაგვხმადიჟეთ. არ არის საჭირო. სახლში პროდუქტს თითქმის არ ვინახავთ, მაღაზიები კი დღესასწაულის გამო დაკეტილია. ნუ ნერვიულობთ. მანის კალკო ყოველთვის მოიფიქრებს. ოჯახი როგორ დააპურობს, არა? ო, მართალია. ჩემი აზრით დიდებული აზრია. იტალიელ კაცს უკვე გავხარდა ბარემ იტალიურად იკვებე. რიგულისხმე, რატომაც არ ამეთქი? მოკეტე ბილ. Obviously. ამაღამ დივანზე დავიძინებ. მაგარი ვარცხნილობაა, მაგარტურ. ყველა იმას ამბობს სოციალური მედია, რაც ცუდია. შენი ვარცხნილობა მოგწონს, ფანების გვერდი. მაგრამ ამ შემთხვევამ მამაჩემისთვის მაგრად გაამართლა. დღეს სენატორი ტაიგერ მაკარტური ტრენჩია, თან ცხოვრებაში პირველად კარგი მიზეზით. ეს ვარცხნილობა რიგით ჯეინს მაგონებს, რომელიც ბანაკიდან 2 თვის წინ წამოვიდა. ერთგვარი გენდერ ფლუიდური განწყობაც კი მოაქვს. ის ახალი სექსუალური და ლამაზია. ამერიკა მადლობას უხდის მას, ვინც ეს ვარცხნილობა გაუკეთა. ახლა როცა ტაიგერის დადებითი რეიტინგიც ასმეცდა, მამას ისევ კარგი თვალით უყურებდა. რა კარგია? მართლა ძალიან გემრიელია. ამჯერა რომ იმისგან მომამზადე, რაც ჩვენ სამზარეულოში იპოვე. Together from what we have in the kitchen. ალბათ ქოხის სამზარეულო გაძარცვა. გლორიას დაურეკეთ, კითხეთ ხომ ყველაფერი წესრიგშია. რა თქვი, რა ქვია ამას, სალვო? Carciofi pavone. Carciofi e pavone. თუ რაღაც ასეთი. უგემრიელესია. უნდა დავიმატო, ოღონდ ჩემს მწვრთნელს არ უთხრათ. კარგია, მაგრამ ჯობდა ჩემი თასები არ გამოგეყენებინათ. და შენი თასები იმიტომ გამოვიყენე, რომ მინდოდა და კერძისთვის განსაკუთრებული სულიერი ვიბრაციები შემემატებინა. მხოლოდ ამიტომ. Okay. გასაგებია. მხოლოდ ამიტომ. კარგი. გმადლობ ამ ხელა წვრილისთვის. Salvo, it's სალვო, ძალიან გემრიელია. Listen, given everything. ყველაფრის გათვალისწინებით, რასაც ჩემი შვილისთვის აკეთებთ ეს მცირედია, მინდა რაღაც გითხრათ, რასაც მამა ჩემი ამბობდა ხოლმე. La famiglia non è una cosa importante in tutto. The translation ასე ითარგმნება. is in- ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ არის. ის ყველაფერია. And I like to toast და it. მინდა მის ალღებზელო დავლიო. რა კარგია, გაგვიმარჯოს.
ყველას გაგვიმარჯოს. გაგვიმარჯოს. კარგი იყო. გაგვიმარჯოს. მოდი კიდევ ერთხელ. გაგვიმარჯოს. ღვინო კიდევ გვინდა არა? გვინდა. ერთხელ რომში, რადგან იტალიელები ხართ. იტალიელებთან პრობლემა გაქვს ბილ? ხო, ბილ. გამოგიჭირეთ ბილ. მეგონა სერიოზულად მკითხეთ. ეს რა არის? მადლობის გადახდის ყველაზე სექსუალური გზა. აქ, დამცინი, გვერდითად ახში არიან. ხომ იცი ყვირილი მიყვარს. ვიცი, ამიტომ მოდი აქ. რა კარგია. პავონე? პავონე. რა მოხდა საყვარელო? შიგნით უნდა შევიდეთ, თორემ რაღაცები მკბენენ. რას ამბობ? ენოტები დავინახე, ყველგან ენოტები არიან. გარეული ცხოველები. კოდური სიტყვა? იმის ნახვა, როგორ ჭამს ჩემი მომავალი სიდედრის სიმამრი მათ შინაურ ფარშევანგს, ისე ახლოს დგას კაიფში ჩარჩენასთან, რომ ამის გამოცდა არასდროს მომინდება. თვითმფრინავი მოდის. ეს იტალიური საჭმელი მაგიჟებს. ეს იყო იმის მტკიცებულება, რომ მამა ჩემი ეშმაკისეულია. სერჟანტი ბუმბულა მოვკალი. არ მჯერა, რომ მათ ფარშევანგი აჭამე. ეს როგორ გააკეთე? ჩემს რეცეპტს ხატა მიჭირდებოდა. მაღაზიები დაკეტილი იყო. ამ დროს დიდებული მზარეული რასაკეთებს? იმპროვიზაციას მიმართავს. და მათ საყვარელ თილისმას კლავს? კიდევ სამიყავთ. იქ სადაც ჩვენ ვართ, ამას ქვია, რომ ადამიანი ოჯახის გამოსაგვებად ყველაფერს აკეთებს. ეს გლეხის მენტალობაა. მამა, ისინი გლეხები არ არიან. შენ კი გიშს მეძახდი იმის გამო, რომ მეშინოდა ამ ხალხის ცუდი იტალიური სტერეოტიპები არ გაგვემართლებინა. კარგი რა, არც ვამართლებთ. ბრმა ხარ? დღეში ვარ შუაღამისას და გვამის მოშორებას ვცდილობთ. მართალია. საჭირო რომ სამხილები დავმალოთ. რატომ მეჩვენება, რომ ეს ადრეც გაგიკეთებია? მკვდარია, რას აკეთებ? ბუმბულებს შეხედე. ღამის ოდეკოლონი? მომისმინეშვილო. მინდა და კარგი ვახშმის მომზადებით ამ ხალხის გულის მოგებაში დახმარებოდი. სულ ესაა? თუ შენი აზრით დახმარება ესაა, მაშინ არ მინდა. ღმერთო, რატომ მეჩვენება, რომ ჩემი გეგმების ჩაშლა გინდა? ჩაშლა? ცდილობის გავაკეთო რა შემთხოვე. როგორც ჩანს, როცა ცდილობ, ბევრად უარესი გამოგდის. ჩემი აზრით, მგონი ამ ხალხს მოვწონ ვარ. მოსწონ ხარ? თუ ამ ხალხს ვეტყვი, რაც მოხდა, აქ ფეხს აღარ შემოგვადგმევინებენ. ელის შენს წამოყვანაზე რატომ დავთანხმდი? რას ნიშნავს წამოყვანაზე? აქ შენ არ დამპატიჟე? დაგპატიჟე, რომ ბებიას ბეჭედი მიმეღო. არ ვიცოდი თუ ასეთ საბოტაჟს მომიწყობდი. რას ამბობ, რა საბოტაჟს? მაგას როგორ მეუბნები? ყველაფერს რასაც შენთვის ვაკეთებ და რაც ოდეს მე გამიკეთებია მხოლოდ შენივე სიკეთისთვის. სულ მაგას ამბობ, მაგრამ ახლა როცა უკეთესად ცხოვრებას ვიწყებ, თითქოს ხელს მიშლი. რაში გიშლი ხელს? ცდილობ სხვისი დასაცილი არ გახდე და იმ კაცად ყოფნა არსადო, ვინც არ ხარ. შენ განსხვავებული ხარ, სხვებს არ გავხარ, ხო და იყავი განსხვავებული, თორემ სამარცხვირო გახდები. კარგი რა, ეგ შენი პრობლემაა. სხვა ადამიანების საქციელზე ისე ხარ ჩაციკლული, რომ ვერც კი ხვდები, ვინ არის ყველაზე სამარცხვინო. შენ. მართლაც ეგონია? მიდი დაიძინე, კარგი. ფილმი გახმოვანებულია აჭარანეთ ბეთის მიერ. სახლში დილით ადრე წავედი. გთხოვ ყველას მადლობა გადაუხადე ჩემმაგივრად. ელისთან წარმატებას გისურვებ. მეორე დღეს 4 ივლისი გათენდა.
რაც ლოგიკური იყო, რადგან როგორც იქნა დამოუკიდებლობა მოვიპოვე. საოცარი შეგრძნება დამეუფლა. თუმცა ჩემი საფირმო სურნელივით ცოტა თკბილმწარე. მაგრამ ეს ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო. და ახლა როცა ბეჭედი მქონდა, ნაბიჯის გადადგმის დრო მოვიდა. ბოლო პერიოდში ბევრი ვიფიქრე ამაზე. და გარდა იმისა, რომ თქვენს გულუხ შემოთავაზებას უთანხმდები, ბერიმორ ჰოტელის მართვას უგულისხმობ. მინდა რომ თქვენგან თქვენი ქალიშვილის, ელის ხელის თხოვნის ნებართვა ავიღო. ეგ არ გამოვა. არ გამოვა, ხუმრობ. გამოვიჭირეთ. შენი სახე უნდა გენახა, ვერც კი დაიჯერებ. ჩვენი პასუხია მტკიცე. დიახ. კი. ღმერთო. სებასტიან, ჩვენ ძალიან გვიყვარხარ. და ერთი სული გვაქვს შენ და ელი კოლუმბიის ოლქში როდის გადმოხვალთ. ეს იდეალური იქნება. დღეს საშობაო ბარათისთვის ოჯახური ფოტო უნდა გადავიღოთ. შეგიძლია ხელი მაგ დროს თხოვო და მერე ფოტო გადაიღო. მადლობა ღმერთს. ძალიან მეშინოდა რომ ცუდი რეაქცია გექნებოდათ. რა სისულელია? მით უმეტეს იმის გამო, რაც მამაჩემმა გააკეთა. რას გულისხმობ, აღშამი იდეალური იყო? ქათამი ალკავონე. ალპავონე. დიახ. ფანტასტიკური იყო. დაუვიწყარი. ქათამი ალკავონე. ალპავონე. ხო, ასეთი არაფერი მიჭამია. დიახ. ფანტასტიკური იყო. არც კი ვიცი როგორ მოამზადა. შენ რანაირი ელფი ხარ? სადღესასწაულო ტრადიციებს განვასახიერებ. კარგია. ძალიან ფუმფულა ხარ. ხო, შეხედე. იდეალურად გამოიყურები. არ ვიცი. შეიძლება ჯერ ხელი ვთხოვო და კოსტუმი მერე ჩავიცვა. რა მნიშვნელობა აქვს? ელი, შენი კოსტიუმი სად არის? ირმის გარეშე არაფერი გამოგვივა. ბოდიში, მაგრამ წელს ფოტოს არ გადავიღებ, რადგან ამ ოჯახის წევრობა აღარ მინდა. არც სებასტიანი დათანხმდება იმ სამსახურს. კოლუმბიის ოლქში არ გადმოვალთ და აღარც ამ მანიპულატორებთან გავატარებთ დროს. წავედით. რა მოხდა? კი, მაგრამ რა შეა საქმე? მამა შენს სასტუმროებს რა აქვს საერთო? 5 ვარსკვლავიანი გამოცდილება, 3 ვარსკვლავის ფასად. არა, პასუხია ლობის ნახატები. ბერიმორ ჰილტონიდან ხომ არ დავიწყოთ? გინდა? არა, მაგის ნახვა არ მჭირდება. შეხედე, კედლებზე რამე ხომ არ გეცნობა? არა, ეს ეს ჩემი ნახატია, არა? კარგი. და ეს რა არის? ჩემი ნახატი, ჩემი ნახატი. მართალია, ჩემი ნახატია. ეს მამა შენის იდეა იყო. მამა შენის იდეა. უბრალოდ მაინტერესებს, როგორ გაიგე სებასტიან, შენ უთხარი? რა? იცოდი? არა, მე დავინახე. არ მჯერა რომ ასე მომეკეცით. ელი, შეგვიძლია აგეხსნათ. რა? არა? დედა მთელი ეს დრო მეგონა რომ ჩემს ნახატებს უმაგრესი დიზაინერი ყიდულობდა. მაგრამ სინამდვილეში თურმე ჩემმა მშობლებმა დაავალეს მას რომ ეყიდა. არა, საყვარელო ასე არ იყო. ო, კარგი, ასე იყო ტექნიკურად. მე კი მეგონა რომ ძალიან წარმატებული ვიყავი. უბრალოდ გვინდოდა დაგხმარებოდით, ეს ძალიან რთული ბიზნესია. მართლა რთულია. ყოველთვის ასე იქცევით, ყოველთვის. სწავლის გამოცდილებას გვყარავთ. ქთამით შეკავართ სპორტულ გუნდებში. ჩვენს ესეებს თავიდან წერთ. ჩვენი დაბადების დღეებისთვის რეპერებს გირაობთ. არც ეგ იყო ჩემი იდეა. კარგი, მე რა, ორენჯი აღარ მოგწონს? მაგარი მშობლები ხართ, თქვენთვის რამის დაბრალების ნება არ მისცეთ. მინდა და მეგრძნო რომ მე თვითონ მივაღწიე რაღაცას. არ მჯერა რომ ეს დამიმალე. არ მჯერა. საყვარელო, ჩვენ ღმერთო, ხომ გითხარი? ო, მითხარი. ელის ოჯახისთვის თავის მოწონება იმდენად მინდოდა, რომ საერთოდ დამავიწყდა აქრისთვის ჩამოვედი. ელი უნდა მეპოვა და ყველაფერი მომეგვარებინა. ზუსტად ვიცოდი სად იქნებოდა. ნებას მომცე მამოვიდე. აკაურობას განახლება არ აწყენდა. მაბადე. შენთვის უნდა მეთქვა. ხო, უნდა გეთქვა. რა გავაკეთე, რომ ეს შეცდომა გამოვასწორო?
ამ ოჯახის წევრობა იგივეა, რომ მუდმივი დაზღვევა გქონდეს. რის გაკეთებასაც არ უნდა ვცდილობდე. ყველაფერს იზამენ, რომ გავიმარჯვა. მე კი ხანდახან მინდა თავისუფლად გავისროლო. რადგან თუ 10-იანში მოვარტყა, ეს ჩემი გამარჯვება იქნება. თუ ავაცილებ, ესეც მხოლოდ ჩემი მარცხი იქნება. მაგრამ ამის საშუალებას არ მაძლევენ. მესმის. გინდა რომ შენი წარმატებისთვის იშრობა. ჰა. ნახსოვს რომ მომიყევი სალვომ ცურვა როგორ გასწავლა. შუა ნოემბერში მიჩიგანის ტბაში ჩამაგდო. ვიცი რომ სალვო უცნაური კაცია. მაგრამ მან ძლიერ გამჭრიახ ადამიანად გაგზარდა. ეგორი ისეთი რამეა, რაც შენში ყველაზე მეტად მომწონს. ნეტავ ჩემს მშობლებსაც ასე გავეზარდე. ზუსტად ამ დროს გონს მოვეგე. ჩემი ოცნების გოგოსთვის ხელი უნდა მეთხოვა. და ეს იმ კაცის გარეშე უნდა გამეკეთებინა, ვინც გამზარდა. მივხვდი რომ მე ყველაფერი მქონდა, რაც მინდოდა. მაგრამ ის არა, რაც მჭირდებოდა. ჯერ რაღაც უნდა გავაკეთო. რა? მენდე, ვახშამზე შევხვდებით. აბა როგორ არის საქმე? მიდი ძმაო, კარგად ვარ. კარგი. აი ასე. ჩემი იმედი გქონდეს მეგობარო. მიდი დაეწიე. ჯეჯერდი. აქ ყოფნა არ შეიძლება. სერ, ბილიკიდან დაგადახვიდეთ. თვითმფრინავი გააჩერეთ. შვილო. რას აკეთებ? თითქოს აქ ცურვით მოხვედი. იმის სათქმელად მოვედი რომ ჯიუდი, ძუნწი და უხასიათო ხარ. ყველას განსჯა გიყვარს. მოიცა, თვითმფრინავიდან მაგისთვის ჩამომიყვანე? მაგრამ სწორედ ყველა ესახირება გაქცევს ისეთ მაგარ მამად, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლება. კარგი, ახლა გისმენ. შენი შვილობა ყოველთვის არ არის მარტივი, მაგრამ სწორედ შენმა აღზრდა მაგცია კაცად, რომელიც ახლა ვარ. კაცად, რომელიც რატომღაც ელის უყვარს. ეგ არც მე მესმის, მაგრამ რას ვიზამთ? გებიას ბეჭედი გაქვს? კიდევ რა გინდა ჩემგან? მინდა რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო, მამა. ხომ თქვი რომ სამარცხვინო ვარ? ხარ. ჩემი ბავშვობის მერე ოდნავადაც არ შეცვლილ ხარ, მაგრამ იცი ვინ შეიცვალა? მე. და მგონი მაგ პროცესში დამავიწყდა რომ ჩემი გმირი ხარ. მე გაჩუმდი. არა, სერიოზულად. ყველაფერი რაც მსხვერპლად გაიღე, ყველაფერი კარგი რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, შენი დამსახურებაა. არა. კარგი რამები. კარგ ადამიანებს ემართებათ. შენ კარგი ბიჭი ხარ. უბრალოდ ამ ბოლო დროს გიჟივით ვიქცევი, რადგან ძალიან ღარიბი ვიყავი და უკეთესი ცხოვრება ვერ მოგეცი. და ახლა როცა ამას იღებ, მეშინია. ელის სოლოდ რომ მოიყვან, ალბათ ჩემს ერთადერთ ოჯახსაც დავკარგავ. მამა არ დამკარგავ. ნუ ნერვიულობ, არ გინდა გაჩერდე, არ იტირო, თორემ მეც ვიტირებ. ვერ ვჭირდები. მიყვარ ხარ, მამა. მეც მიყვარ ხარ, შვილო. ტირი? რა? შენ რა ტირი? არა. მე არასდროს ვტირი. არ ვიცი ასე რისი მეშინოდა. ძალიან ლამაზია. ხო. ღმერთო ვარდებით. ხუმრობ. იცოდე მოგკლავ ლაკი. ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით წლევანდელი 4 ივლისის თევზის ღუმელში. ჯერჯერობით ძალიან სასიამოვნო საღამოა. გმადლობ ძვირფასო. რა კარგია. პატივისცემა ახალშებს არა საოცრებაა. რა თქმა უნდა, კიბორჩხალა ყოველთვის კარგია. საყვარელო მადა დაკარგე? ხომ არ მიყიდი? ქალბატონებო და ბატონებო, იმედია სასეკვაო ფეხსაცმელი წამოიღეთ. რადგან, გმადლობ მისტერ ვუდროუ, რადგან ამ საღამოსთვის დიდებული გეგმები გვაქვს. გთხოვთ მიესალმეთ სებასტიან მანისკალკოს, რომელიც ჩვენთან ჩიკაგოდან, ηλინოისის შტატიდან ჩამოვიდა.
ელი კოლინს, ეს შენ თვითონ გინდოდა. საინტერესო არა ხდება. არ ვიცი. ელინორ მელორი კოლინს. რა საკეთებ? იმას რისთვისაც აქ ჩამოვედი. ამ უქმეებზე მამაჩემმა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვა. ეს ძველი იტალიური გამოთქმაა. ოჯახი მნიშვნელოვანი რამ არის. ის ყველაფერია. მშობლები შეიძლება გარცხვენდნენ, გახრჩობდნენ, ხანდახან სიყვარულს უცნაურად გამოხატავდნენ. პრობლემურად. ზუსტად. ჰა, მაგრამ საბოლოოდ მათ ჩვენთვის მხოლოდ სიკეთე უნდათ. რადგან ვუყვარვართ. და ახლა ამ საღამოს ჩვენი ოჯახების თანდასწრებით გკითხავ. ელი, ცოლად გამომყვები? კი. აი ასე. ეს არასტანდარტული ამერიკული სიყვარულის ისტორიაა კაცის შესახებ, რომელმაც თავისი გმირი დაიბრუნა. ასევე ორი სრულიად განსხვავებული იმიგრანტი ოჯახის შესახებ, რომელიც გაერთიანდა. სებასტიან, დარწმუნებული ხარ, რომ ჩვენს შემოთავაზებაზე არ იფიქრებ? არა, გულუხი შემოთავაზებაა, მაგრამ მე და ელიმ ჩიკაგოში გადავწყვეტეთ დარჩენა. რამდენიმე წლით მაინც. დიახ, არაფერს ვამბობ. გული მეტკინა. ჰა, მამა ვიფიქრე და რადგან სიბასი არ თანხმდება, იქნებ მე ვცადო. No more. ნარკოტიკს შეეშვები? და გამოწერილს? ჩემ მიერ. ეს ასრულებული ოცნებაა. მაგარია, გმადლობ. სასტუმროს უხელმძღვანელებ. გამარჯობა. გამარჯობა. ჩემი ჭკვიანი ლაკი. მინდა ჩემი მეგობარი გოგო მიშელი გაიცნოთ. გამარჯობა. ნამდვილი ყოფილა. მე ელი ვარ. გამარჯობა. ეს ჩემი და. მიხარია შენი გაცნობა. Did you თქვენ რა, იქიდან ჩამოფრინდით? აფრიკიდან. აფრიკიდან რომ დაგთან ყოფილიყავით? to be with Doug? დაგი მიყვარს. მაგრამ აქ ფულბრაიტის სტიპენდია მივიღე. ძალიან ჭკვიანია. რა კარგია? ძალიან გვიხარია შენი გაცნობა, სასიამოვნოა. დიახ, დაჯექი. აქეთ წამოდი. დედა, მამა, ახლა რას ვიზამთ? ხო, ახლა ფოტო უნდა გადავიღოთ. არ თქვა რომ შენთვის არაფერი გამიკეთებია. მამა ჩემის შესახებ. რას ფიქრობთ? აქ ჩვენს სამლოცველოში რომ დაქორწინდეთ? კოლუმბიის ოლქში არა. სიცილიაში წავიდეთ. ძალიან შორსაა. ბაბოჩემის ბაღში. იქ უნდა დაქორწინდნენ. ნაპაზარ ვფიქრობდი ერთი ადგილი ვიპოვე. დიდი ღვინის ჭიქით. დიუკ, არა. კოლუმბია. პირში რა აქვს? დიუკმა ფარშევანგი მოკლა. დიუკმა ფარჩევანგი მოკლა. ფილმი გახმოვანებულია აჯარანეთ ბეთის მიერ. რეჟისორი ლაურა ტერუზო. სცენარის ავტორები ოსტინ ერლი, სებასტიან მანისკალკო. პროდიუსერები ენდრიუ მიანო, პოლ ვეისტი.